თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის ახალი კერა გაჩნდა. აუდიტორიების შემდეგ ეზოში კარვების ქალაქი მოეწყო. დღეიდან სტუდენტების დაუმორჩილებლობა იქნება როგორც პირველი კორპუსის შიგნით, ასევე გარეთ. ეს არის სტუდენტების პასუხი არჩევნების მიტაცებასა და რექტორის მიერ ხელისუფლების მხარდამჭერ გადაწყვეტილებებზე. შიგნითაც რჩებიან ბავშვები, არაპირებენ გამოსვლას, გარეთაც ვიქნებით, ყველანაირად დავეხმარებით შიგნით მყოფ ბავშვებს, რაც დაჭირდებათ და მაქსიმალური ძალისხმევით, როდომდეც შეგვეძლება და რაფორმითაც შეგვეძლება, გავაპროტესტებთ ამ რუსულ რეჟიმს. ჯაბასამუში არის თესეუს უნივერსიტეტის ისეთივე შავი წერტილი, როგორც ცესკოს შავი წერტილი არის კალანდარიშვილი. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით უცხადებთ სოლიდარობას, როგორც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე თესეუს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას ჯაბასამუშის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო. მოგიწოდებთ ყველა სტუდენტს, გამოდით, ვიდგეთ ერთად, დაუბრუნოთ წართმეული და მოპარული არჩევნები. აქამდე სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტის 0-23 აუდიტორიაში ათევდნენ. ორი ღამე არაც შიდა ტერიტორიაზე შესვლის უფლება დიდი ბრძოლის შემდეგ მოიპოვეს. ახლა პროტესტში მონაწილე ახალგაზრდები განთავსდებიან კარვებშიც. ჯაბასამუშია კი, როგორც ჩანს, სტუდენტების გაუჩერებელი პროტესტით შეშინებულია. უნივერსიტეტის კარი ისევ მკაცრად კონტროლდება, მედიისთვის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება კი აკრძალულია. სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციაზე მისულ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს კარს აღარ უღებენ. მოიცა, ამ შენობას რა სტატუსი აქვს? მუზეუმის სტატუსი რო აქვს თლიან შენობას, იცი? ადი რა ზრუნვა აქ რა გინდა? აქ რა გინდა? სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შემოგვიწევს გამომჩნევებთან, რომ მას აქვს სტატუსი სტუდენტისა და მო არის პრობლემა საჯარო ლექციის ჩატარების, ასე ვთქვათ, ამ უნივერსიტეტში და ამ საჯარო ლექციაზე სტუდენტების დასწრების პრობლემა ამას უხდება შიგნით გაურკვეველი სტატუსის მქონე პირები დგანან. ჩვენ პირდით დავწეროთ ხელწერილი და შევგზავნოთ ჯაბასამუშიას, რომელიც იქნება მისი გათავისუფლების შესახებ. გადადგეს რექტორი ჯაბასამუშია და ასევე ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები. თუმცა, საგანგებოდ ჩაკეტილი სასწავლებლის კარი ვერც სტუდენტებს აჩერებს და ვერც ლექტორებს. პირიქით, უნივერსიტეტში პროტესტის ახალი კერები ჩნდება. თავისუფლების მოყვარული ლექტორები ლექციებს ღია სივრცეებში კითხულობენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ღია ლექციებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდეც გადმოინაცვლა. ლექტორები პარალელებს ავლებენ დღევანდელ რეჟიმსა და საბჭოური პერიოდის რეპრესიებზე. მეც მინდა რომ ვისაუბრო იმაზე, რატომ ცდილობს ყოველთვის რეჟიმი რომ იდეოლოგიზირებული იყოს კულტურა და დაიმსგავსოს ის და რა მექანიზმს იყენებს ამისთვის. განათლების სისტემის ნაცვლად და განათლების ღირებულებების ნაცვლად ჩვენ სისტემას მართავთ პარტიული ლოიალობით. წლებია უკვე რაღაცას უყურებთ ხო ამგვარ კონტროლის მცდელობას. კულტურის ჩვენ ხედავდით როგორ თანდათან ცენზურის შემოპარება ხდებოდა, როგორ ხდებოდა დაშინება. საპროტესტო ეპიცენტრად ქცეული უნივერსიტეტის რექტორი კი ისევ გაუჩინარებულია. ჯაბასამუშია სტუდენტებს ჟურნალისტების თანდასწრებით არ ხვდება. კამერების წინ დასმულ კითხვებს რექტორი გაურბის და სტუდენტების გულის მოგებას ყავით და ფუნთუშებით ცდილობს. თუმცა, სტუდენტები რექტორის ხვენს ხელს არ კიდებენ. პროტესტში ჩართულ ახალგაზრდებს საჭირო ნივთებს ხალხი უგზავნის. დღესაც პლედები და საკვები სტუდენტებთან ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჯოლიანმა მიიტანა, რომელსაც ასევე უნივერსიტეტის კარი არ გაუღეს. ფონდის შემომწირველები დაეხმარნენ სტუდენტებს, რაც მათთვის საჭირო ინვენტარი იყო და რაც გთხოვეს, ის მოუტანეთ. ჩვეულებრივი პროცესია. ის რომ არ შემიშვებდნენ, მე წინასწარ ვიცოდი, ეს უკვე მოკითხული ამბავი მქონდა და ჯაბასამუშია ცდილობს, რომ ესე შორიდან ქრთამებით მოგვისყიდოს ხოლმე და ხან რას შემოგვიგზავნის კაფეტერიიდან და არ ვიყენებთ იმ ყველაფერს. სტუდენტების მოთხოვნა ჯაბასამუშიას გადადგომაა. რექტორის, რომელმაც საკუთარ სტუდენტებს კარი მაშინ ჩაურაზა, როცა უნივერსიტეტი ძალოვანებისთვის გააღო. საპროტესტო ტალღა კი გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად აგორდა.